გამოფენა ჩემი დედაენას ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ბოლნისის, კახისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა. გამოფენაზე იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივია წარმოდგენილი. დამთვალიერებელს დაახლოებით 40-მდე საარქივო ეგზემპლარის დათვალიერება შეეძლება. პროექტი სახელმწიფო პოლიტიკის ეთნიკურ უმცირესობებში ქართული ენის ცოდნის ხარისხის ამაღლებისა და ქართული სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი კვირეულის ვამრავლოთ მამულში სიტყვა ქართული ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიას დაესწრება. გამოფენა 19 აპრილამდე გაგრძელდება. დაკარი წარმოდგენილი სხვადასხვა მასალები, ძირითადად დედაენის შექმნის ისტორია, სხვადასხვა სახის მასალები, მიმოწერა გოგებაშვილის არქივიდან, იაკობ გოგებაშვილის დედაენის ძველი ბეჭდური გამოცემები, უკვე ბიბლიოგრაფიული შვიათობად ქცეული, მათ შორის აფხაზური დედაენა, არის ძველი დედაენის კლიშეები, საიდან მზადდებოდა ესკიზები, რომელიც საიდან მზადდებოდა დედაენის ილუსტრაციები, ესკიზები და ასე შემდეგ. ამ პროგრამის მიზანია, რომ მოსწავლეებმა უშუალოდ ნახონ ეს მასალები, რომელსაც ისინი ყოველდღიურად გადიან სკოლაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ბავშვებისათვის, იმ თაობისათვის, რომელიც მეტნაკლებად იყო ამას მოკლებული, ვთქვათ ასე, სხვადასხვა მიზეზების გამო და მე მადლობა მინდა უთხრა დღევანდელი და ამ კვირეულის ღონისძიების ორგანიზატორებს და პირველ რიგში ალბათ განათლების სამინისტროს თვითონ ცენტრის ხელმძღვანელობას, რომ ეს შესაძლებლობა მათ ბავშვებს შეუქმნეს.